მოგესალმებით, მორფოლოსის წერტილინის ადმინისტრატორი და ამ გაკვეთილში გასწავლით საიტზე favicon-ი როგორ დავაყენოთ. ამასთან დაკავშირებით იყო თხოვნა შემოსული და ახლა მე ამასრულებ ამ თოვნას. თხოვნა დაწერილი ქონდა გეორგეს. ისე იგი, თავდაპირველად ჩვენ უნდა გქონდეს კომპიუტერში რაიმე სურათი არჩეული. ახლა მე უკვე შერჩეული მაქვს, აი ამ სურათს დავაყენებ. ისე იგი, შევიდეთ ესეთ საიტზე. favicon.org უკაცრავად favicon.ru-ზე შევიდეთ. შემდეგ გამოვარდება ესეთი პანჯარა. აქ უნდა მივცეთ choose, აი ამას და მივთითოთ სურათი. აი ეს. შემდეგ აქ ავირჩიოთ ზომები. ახლა მე 48-ს ავირჩევ და მივცეთ create favicon.eco. favicon-ი უკვე დამზადებულია. ახლა მივცეთ download favicon და შევინახოთ. ჩვეულებრივ ფორმატში არაფერს არ ვუცვლით, არც სახელს და არაფერს. და აი დესკტოპზე როგორც ხედავთ ამოვარდა. ახლა შევიდეთ ჩვენი საიტის სამართა პანელში. აქ როგორც ხედავთ აყენია ჩვეულებრივი უცოს favicon-ი. და ახლა შეიძლება შევიდეთ file manager-ში და აქ ავტვირთოთ ჩვენი favicon-ი. ახლა ვნახოთ. აი, როგორც ხედავთ, შეიცვალა. თქვენ თუ დიზაინინგი ყენიათ, ამის შეცვლას ცოტა დრო დაჭირდება. თქვენ როდესაც მივთირებთ შეცვლას, ახალ favicon-ს როდესაც ატვირთავთ, კარგი ხნის შემდეგ დაახლოებით 1-3-4 საათის შემდეგ დაყენდება ეს favicon-ი. ხოლო ჩვეულებრივ უქოს დიზაინზე მაშინ ვეყენდება. ამით ეს ვიდეო კურსი დასრულებულია. თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, შეუძლიათ ჩვენ საიტზე forlessons.in დაწერეთ თხოვნებში და ვიდეო გაკვეთილის კომენტარებში. ნახვამდის.